ტოპ 5 ცხოველი, რომელსაც ლომის მოკლა შეუძლია. ლომი აფრიკის მეფედ ითვლება, მაგრამ არის ცხოველი, რომელთანაც ის არასდროს ჩხუბობს. ეს არის სპილო. სპილო 6 ტონაზე მეტ სიწონის. მისი ერთი დარტყმაც კი საკმარისია ლომი ადგილზე მოკვდეს. ლომები ხშირად ნადირობენ ჯგუფურად, მაგრამ სპილოს წინააღმდეგ რიცხვიც აღარ მუშაობს. თუ სპილო გაბრაზდა, ის არ გარბის, ის ანადგურებს. აფრიკაში დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა სპილოებმა ლომები უბრალოდ გადათელეს. დაიმახსოვრე, ლომი მეფეა, მაგრამ სპილო ძალა. მარტორქა მშვიდად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ეს ცოცხალი ტანკია. მისი რქა სასიკვდილო იარაღია. ერთი შეტევა და ყველაფერი მთავრდება. ლომები იშვიათად ესხმიან თავს მარტორქას. ის ძალიან სწრაფია და პირდაპირ შეტაკებაში არ ნებდება. დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა მარტორქამ ლომი ჰაერში აისროლა. აფრიკაში ამბობენ, თუ მარტორქა მოდის, გაქცევა ერთადერთი გზაა. ბალახის მჭამელი. მაგრამ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი. ჰიპოპოტამის პირი 150 გრადუსზე იხსნება. მისი კბილები ძვალსაც ამტვრევს. თუ ლომი წყლის პირას შეცდომას დაუშვებს, ეს მისი ბოლო შეცდომაა. ჰიპოპოტამის სწრაფია, აგრესიულია და დაუნდობელი. გარეგნობა ატყუებს. ჰიპოპოტამი სიკვდილია ლომისთვის. ეს ცხოველი ბევრს სუსტად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ლომების კოშმარია. აფრიკული კამეჩი არასდროს დადის მარტო. თუ ერთს დაესხი თავს, მთელი ჯოგი შენს წინააღმდეგ დგება. მისი რქები מחვილივით ბასრია. ლომები ხშირად სწორედ კამეჩების მიერ იხოცებიან. დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა კამეჩებმა ლომები ადგილზე მოკლეს. კამეჩი არ გარბის, ის შურს იძიებს. არ გარბის, ის ელოდება. ის საათობით უძრავად წევს წყალში. ლომი ახლოვდება და შემდეგ ერთი წამი. ძლიერი ყბები იკეტება, ძვლები იმტვრევა. წყალში ლომს შანსი არ აქვს. ბევრი ლომი სწორედ ასე დაიღუპა. დაიმახსოვრე, ლომი ხმელეთის მეფეა, მაგრამ წყალში მსხვერპლი.